გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თინა ბოკუჩავა გამოვიდა დაანარცხა ფაფახი მიწაზე და განაცხადა ირაკლი კობახიძის განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანების მიმართ. დღესდღეობით ოპოზიციური ალიანსი ყველაზე ქმედითი ერთობაა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდში. არ ვიცი, კობახიძის რა განცხადება იგულისხმა ყელმოღერებულმა თინა ბოკუჩავამ, მაგრამ რაღაც ვერ წარმომიდგენია კობახიძეს, რომ ვინმესი შეეშინდეს, მით უმეტეს იმ უაზრობისა, რასაც ოპოზიციური ალიანსი ჰქვია, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი. იცით რატომ მიყვარს თინა ბოკუჩავა? იმიტომ რომ ის ძალიან მოგრძალებული ადამიანია. დიახ, მეგობრებო, უმოგრძალესი ფრაზის ყველაზე ქმედითი ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდში, პირველი ვარიანტი ასე ჟღერდა, ყველაზე ქმედითი ერთობა, რაც კი შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში. დიახ, მართლა ასე იყო და ეს ინსაიდური ინფორმაცია მე ჩემმა აგენტმა მომაწოდა. ყველას ყავს აგენტი, აი ტაივანი რომ ტაივანია, იმასაც ყოლია აქ ჩვენთან აგენტი, თანაც უბრალო აგენტი კი არა, ბრალიანი აგენტი, თავდაცვის ნამინისტრალი აგენტი. და არაა გასაკვირი, მეც რომ ჩემი პატარა აგენტი მყავდეს ნაცების რიგებში. მართალია ტაივანისგან განსხვავებით მე ჩემს აგენტს ფულს არ ვაძლევ, მხოლოდ მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით საინტერესო ინფორმაციისთვის კი დიდ მადლობას და ვართ ასეთ სიამტკივრობაში. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაზე მეფიქრება ძალიან ხშირად და იმაზე, რომ აი იმ მარად ოპოზიციონერებს თუ ყავთ დედმამა, რასაკვირველია ეყოლება თინა ბოკუჩავა ახალგაზრდა ქალია და მშობლების შედარებით ახალგაზრდა ეყოლება და სულ ის მაინტერესებს შინ რომ ბრუნდება მის მშობლებს, ბოკუჩავების უფროს, ასე ვთქვათ, თაობას არ ეპაზორებად? უკაცრავად, არ ესირცხვილება და არ ენამუსებად ის საქმიანობა, რომელსაც მათი შთამომავალი ასე ბეჯითად ემსახურება და საერთოდ თუ იციან მისი გოგო სად დადის. მაგრამ მშობლის გული ხომ ყველაფერს იტევს და შვილს ყველაფერს პატიობს. დიახ, მშობელი შეიძლება არ ეთანხმებოდეს შვილის საქმიანობას, მაგრამ ვალდებულია, არა ვალდებული ცუდი სიტყვა, იძულებულია, რომ თავისი შვილი მაინც მიიღოს. რაც არ უნდა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს მისმა შიშხლმა და ხორცმა. ესაა დიალექტიკა, მეგობრებო, და ეს სრულიად ნორმალური, ბუნებრივი, ბიოლოგიური ამბავია და რამდენიც არ უნდა ეწერა დიდ ავტორებს, გოგოლს, პროსპერ მერიმეს, ალექსანდრე ყაზბეგს, მამების მიერ შვილების რბილად რომ თქვა დასჯის შესახებ, ალბათ მათი მოგონილი სიუჟეტები მხატვრულ ფანტაზიად შეიძლება აღვიქვათ ვიდრე რეალობად. და ამიტომაც ალბათ, როდესაც ნაცი შვილი ბრუნდება შინ, დედა და მამა, ბებია, რამდენადაც არ უნდა იდგნენ სხვა პლატფორმაზე და თავისი შვილის საქციელით შეცფუნებულნი და გულგატეხნიულნი იყვნენ, ალბათ ეგუებიან მწარე რეალობას, ცდილობენ არ გაამძაფრონ სიტუაცია, მოეფერონ თავიანთ გზა აღწდენილ შთამომავლობას და ჩუმად ინატრონ, ეგებ და მოვიდეს აზრზე მათი შვილიკო და შეეშვას ცუდ კამპანიას. ისე საინტერესოა, რატომ ამ მშობელი რომ შვილს ყველაფერს პატიობს და შვილი კი მშობელს რიგ შემთხვევაში არა. თუმცა ამ საკითხის გარჩევას არ დავიწყებ, რადგან ამის არც განსაკუთრებული ცოდნა მაქვს და გადაცემის ფორმატიც ამას არ ითვალისწინებს. ხო და იმას მოგახსენებდით, რომ ალბათ ყველაზე კარგია, როდესაც მამათა და შვილთა მისწრაფებები თანხვედრაშია. მაშინ ოჯახში იდილია, ჰარმონია და მელოდია სუფევს. აი როგორც ეს სანიკიძეების ოჯახში ხდება. დიახ, სანიკიძეების ოჯახში ამხრივ ყველაფერი ჩიკიპუკია. არ გეგონოთ, რომ ჩიკიპუკი რუსული სლენგია, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში ეს ებრაული სლენგია, ასე რომ ცივი ომის დამქაშებს არ მივცემ იმის შანსს, რომ ჩვენ მორიგჯერზე რუსოფილობა დაგვაბრალო. კარგი ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ სინამდვილეში ჩემი სრულიად არამოგრძალებული აზრით სანიკიძეების მამათა და შვილთა ურთიერთობა ცდება აზრიანი ურთიერთობის კოდექსს და ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მამა აყვა შვილის ხუშტურებს.
არა, ის ვარიანტია, როცა მამა გუბაზმა სრულიად გააზრებულად შვილი ლევონი თვითონ დააყენა არასწორ გზაზე. იმდენად არასწორზე, რომ ამ არასწორობის გამოსწორებას ლევანი მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მოუნდება. თანაც შვილი თავისი დიდი მამის მკრთალი აჩრდილი გამოვიდა. ის სიმძიმე, ის დამაჯერებლობა, ის ხმელი წიფელური სიდინჯე და დარბაისლობა, რაც მუდამ რისხანე გუბას გააჩნია, მის შვილ ლევანს არ გამოყვა. ლევანი საჯერო გამოსვლები იმდენად უბადრუკი და სუსტია, რომ მაინტერესებს, თუ მამა გუბაზე კმაყოფილია შვილის მოდუს ვივენდით. ის ვერ შემდგარი მილიონერი ვითომ ამაყია ასეთი უსახური და უმარილო მიშად მყარებელი, რომ გამოძერწა იმ მასალიდან, რაც კი ხელთ მოხვდა. მეგობრებო, ჩვენ და სანიგზეები სხვადასხვა პლანეტებზე ვარსებობ და ის, რაც ჩვენთვის სამარცხვინო და მიუღებელია, მათთვის ეს საამაყოა. მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა, რაც უნდათ ის უქნიათ. თავარია ოჯახში გქონდეთ შეხმატკბილობა, ბევრი ცხელი კერძი და კედელზე გინდ მიშას, გინდ დედა დედოფალა გიულის და გინდ დიდი პროფესორი დოდონა კიზირიას პორტრეტები ეკიდოთ. ჩვენი რამიდის ხომ კი? ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.